დავიწყეთ. ეხლა ვაკეთებთ საძინებლის კომპლექტს ვაკეთებთ და მინდა რომ გაჩვენოთ ერთ-ერთი ელემენტი საძინებლის კარადის კარი, როგორ გამოიყურება და როგორ ავაწყეთ ეს ყველაფერი. ეხლა გაჩვენებთ ერთი ცალი გამზადებული გვაქვს და მეორის გამზადების პროცესს უკვე უშუალოდ გაჩვენებთ. ეს არის კარები გაწყობილი სარკეებში და შუაში დეკორი გვაქვს ჩასმული, გვერდებში ოქროსფერი ალუმინის პროფილები. ვფიქრობ ძალიან ლამაზი უნდა გამოვიდეს და ამიტომ მომინდა რომ თქვენთვის გამეზიარებინა და მეჩვენებინა ეს ყველაფერი, ეს პროცესი. მანამდე შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს, გამოიწეროთ და ეხლა მობრძანდით. აქაც შევჩერდები და ამ საძინებლის საწოლის თავი გვაქვს გამზადებული. ბუკლეს ნაჭერზე არის აწყობილი და მე უკვე დასრულებულსაც გაჩვენებთ და ეხლა რა ხდება, უშუალო პროცესზე რომ გადავიდეთ. გვაქვს ცალ-ცალკე დეტალები, ეს MDF-ის მასალა ავიღეთ, დავამუშავეთ ისეთნაირად, რომ ღარები ქონოდა, ესე ჩაღარული ფორმისა გამოსულიყო. ეხლა მე დავიწყებ ამის გამზადებას და გაჩვენებთ ყველაფერს. ამას ამოვატრიალებ, ასე. Так, ჩავსვავ ალუმინის პროფილს და ეს ალუმინის პროფილები უკვე გადამიბავს და შემიქმნის მთლიანი კარის სიტუაციას რა. აქ ეს იმიტომ არის ამ შემთხვევაში დაყოფილი, რომ მე რო გამეკეთებინა ისე რომ მთლიანად ამეღო ეს კარები და ჩამეფრეზა, ჩამეზოლა ეს ყველაფერი რა. აქ ეკონომიაზეც არის საუბარი რა. გამოვიდა და უფრო ზვირი და უფრო საწვალები. ამით ახლა მე თან ცოტა ბიუჯეტში ჩავჯექი. ისე არ გეგონოთ რომ კლიენტის ხარჯზე ჩავჯექი ბიუჯეტში, ჩავჯექი იმის ხარჯზე, რომ კლიენტს დანახარჯი შეუმცირე. ნახე, გადავაბი. მანამ ამას გადავაბა, ამასაც შევსვავო, სისწორი არ დამერყოს. ნახე. ეხლა უკვე შემექმნება მთლიანი კარების კონსტრუქცია. ესე. იგივეს გავაკეთებ ხა მეორე მხარესაც ჩავსვავ ამ ალუმინის პროფილში. უმჯობესია ორი ადამიანი აკეთებდეს ამ ყველაფერს, ვიდრე ერთი, მაგრამ ერთი ადამიანისთვისაც არ არის მაინც და მაინც რთული ამისი გაკეთება. ასე ჩავამაგროთ. გადახვევა რო გავაკეთო, რა შემიძლია თქვა. თუ მოგწოთ ჩემი ვიდეოები და ეს კონტენტი, კარგი იქნება. თუ დაგვალაიქებთ, მოიწონებთ ჩვენ ვიდეოებს, გადააზიარებთ და როცა მნახველიც მოგვემატება რა, უფრო მეტ საინტერესო ვიდეოსაც შემოგთავაზებთ. ასე და ახლა უკვე გადავალ მე სარკის დაკვრის პროცესზე. სარკეს რო დავაკრავთ, ეს სპეციალური სარკის სილიკონი უნდა ვიხმაროთ. სარკის სილიკონი უნდა ვიხმაროთ სპეციალური, იმიტომ რომ სხვა სილიკონი მაიცის ხოლმე ჟანგის გამოტანა. და ამას მე უსმებ, წერტილი უსმებ რა, მთლიანად მასიურად მთელ სიგრძეზე არ უსმებ სილიკონს, იმის გამო რომ შეიძლება თვითონ დეტალი დაჭიმოს და მერე დაბრიცოს. ამიტომ
ყოველთვის ჯობია წერტილებზე ავიყვანოთ. არც ბევრი არ უნდა იყოს სილიკონი, არც ცოტა რა. ესე რა თქვა, გემოვნებით უნდა იყოს რა. ჩემი გემოვნებით კიდე კი უყურებთ როგორც ვაკე. აი ესე ჩემი გემოვნებით. თქვენ შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით წაუსვათ სილიკონი. ხა სარკეს მოვიდან. დავაკრავ და მე დაველოდებით გაშრობას. გამიწყდა სიტყვა ეხლა უკვე ვეღარაფერს ვიგახ. იმიტომ რომ თან ფიქრობ, თან ვაკეთებ, თან გესაუბრებით და მამას ბარემ გავასწორებ. აი ასე. ხოდა, გაითვალისწინეთ რომ ჩემი ვიდეოები, კონკრეტულ შემთხვევაში ეს ვიდეო არის დაუმონტაჟებელი და იდეაში შეგრე გვაქვს რომ არც უნდა მივაჭრათ რამე, არც უნდა მოვაჭრათ. როგორც კეთდება, ეგრე კეთდება და ესეც ასე. ცოტა გავამოძრავოთ, რომ სილიკონი კარგად გაიშალოს. და რა, ესეც ჩვენი მეორე კარები. ანუ გავამზადეთ, გაჩვენეთ და კიდე დასრულებულსაც გაჩვენებთ აუცილებლად, მაგრამ თუ გამოწერილი არ გექნებათ, გამოგცემათ და ინანებთ მე, იმიტომ რომ შეიძლება დაგჭირდეთ მსგავსი რჩევები, ბევრი კიდე ამაზე უკეთესი რჩევები, აზრები, იდეები და კარგი იქნება ჩემი აზრით. მეც მაქვს რაღაცა მსგავსი ვიდეოები გამოწერილი, მაგრამ ჩვენთან საქართველოში ცოტა ეს კონტენტი ჭირს. მე ვაკეთებ ამ კონტენტს რა. ხო და გამომყევით. მადლობა ყურადღებისთვის. სულ ეს იყო.